არიან სწორედ ის ადამიანები, ისინი არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, თქვენ ვისაც ესაუბრებთ, ხო? მე ვნახე მე იქ სლუცკის ინტერვიუ, ვიღაცები ეს სლუცკი უცნაური კაცია და რაღაცა დაწყობილი და ლოგიკებული აზრი, პრინციპში ეს ნაწერი იყო, არ მომისმენია, შეიძლება ვინმე დაწერა მის მაგალითად, მაგრამ გასაგები არის აბსოლუტურად მათგან და ისინი არიან სულად უფლებამოსილი. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ შეხვდნენ წელიწადში რამდენჯერმე გაქვთ ეს ვიზიტი. ბოლო-ბოლო არ გეუბნებიან, რომ კაცო არა ხარ შენ იქ ხელისუფლებაში და გესაუბრებით თქვენ, მაგრამ წინა ხელისუფლებაში სულად დაპირისპირებული და ანტაგონიზმში იყავით. ამ ხელისუფლებაში როგორც თქვენ ბრძანეთ, აგერ არ მიიღეთ მონაწილეობა, მაგრამ დაეხმარეთ რამდენიც შეგეძლოთ, მაგრამ ეხლა საერთოდ ამბობთ, რომ ისინი ცუდები იყვნენ, ისინი საერთოდ არაფერი არ არიანო და აკრიტიკებთ. ხო, ესენი არ ცუდები არიან და უკიდეგანოთ. და ის ადამიანები, ანუ ავანსად გენდობიან და ავანსად გელაპარაკებიან იმის იმედით, რომ ხელისუფლებაში მოხვალთ 2016 წლში. ალბათ, მელაპარაკებიან ნამდვილად, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ მე არ გენდობიან ხომ, აი პრაქტიკულ თვალსაზრისით. ჩემი სიტყვის პატრონი ვარ, არასდროს არ ვიტყუები, მათ შორის არ ვიტყუები. ვერ მოვალთ, ისინი, ასე ვთქვათ, საუბარზე არასოდეს უარს არ იტყვიან ჩემთან, მაგრამ საქმე ამით წინ არ წავა. ანუ იქნება კეთილი სურვილები, ჩემის მხრიდანაც და მათი მხრიდანაც, მაგრამ საქმე წინ არ წავა. აი ეს არის ძალიან მარტივი. მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა საქართველოს აქვს. იცით რა, მე ძალიან ნათლად ვხედავ ერთ რამეს პატნოზვიად და ნუ რა ვიცი ხა, თქვენი თქმის არ იყოს, ვიღაცა შეიძლება დამეთანხმოს, ვიღაცა შეიძლება არა. საქართველოს აქვს დღეს აი ესეთი ვითარება, რომ არის, ასე ვთქვათ, ერთი ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც მე მათგან განსხვავებით ისინი მე მტერს მეძახიან ლამის და მოღალატეს. ხო, მე მათ არ დაუძახებ არც მტერს, არც მოღალატეს, არც ჩემს მტერს, არ ვიცი ამას დრო გამოაჩენს. ისინი თვლიან, რომ საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის, ვთქვათ, დღეს ნატოს ბაზის გახსნა საქართველოში, ნატოს გაწევრიანება, ერთმნიშვნელოვნად დასავლური კურსი და არავითარი ლაპარაკი რუსეთთან. ხო, არის ერთი ნაწილი ასეთი ადამიანებისა. ეს თქვენი უფლება არის, თუმცა მე ძალიან ბევრი არგუმენტი მაქვს, რატომ არის სამწუხაროდ დღეს ეს მცდარი, თორემ იყო პერიოდი, როდესაც ნაწილობრივ მეც იგივე პოზიციას ვიზიარებთ. 2008 წელმა რადიკალურად შეცვალა ვითარება და სხვათა შორის მათ შორის პუტინის ფაქტორმაც რუსეთში. ეს აღარ არის ელცინის რუსეთი, რომელსაც შეიძლება ესე ვთქვათ ანგარიში არ გაუწიო შენ და დანარჩენებს. მაშინ უნდა მოგვესწრო. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მაშინ უნდა მოგვესწრო და ერთმანეთის ჭამაში არ უნდა დაგვეხარჯა დრო. მეორე ნაწილი არის ადამიანებისა, რომლებიც არიან, ესე ვთქვათ, აბსოლუტურად მართლა პრორუსულები, რომლებიც, ესე ვთქვათ, თვლიან, რომ ერთადერთი გამოსავალი დედამიწაზე საქართველოსთვის არის, რომ არავის სხვას არ ელაპარაკო და ელაპარაკო მარტო რუსეთს და რომელთა ნაწილიც შეიძლება მზად იყოს, რომ მართლა, ესე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე ამის ჩააბაროს საქართველოს რუსეთს, ხო? მე ვარ ადამიანი, რომელიც ვთვლი, რომ საქართველოს ერთადერთი სწორი გზა არის ის, რომ საქართველოს კონდეს ნორმალური ურთიერთობა დასავლეთთან და გამოიყენოს, ესე ვთქვათ, დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობების რესურსი, მაგრამ ამავდროულად საქართველოს აუცილებლად უნდა დაარეგულიროს რუსეთთან ურთიერთობა პირდაპირი დიალოგის გზის და იმ, ესე ვთქვათ, საერთო შემხები წერტილების და ინტერესების გამოყენებით, რომელიც უდაოდ არსებობს ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელშიც ჩვენ ვართ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც შემიძლია რუსებს ვუთხრა, რას ვაპირებ და რის გაკეთებას ვაპირებ და ასევე შემიძლია ძალიან მკვეთრად უთხრა, რასაც არასოდეს არ გავაკეთებ და სად გადის ჩემი წითელი ხაზი. დღევანდელ ვითარებაში საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს ის რესურსი ამ თვალსაზრისით, რაც მაქვს მე. ეს არის ძალიან მარტივი, ესე ვთქვათ, მოგწონს ეს ადამიანს თუ არ მოგწონს, ეს არის რეალობა დღევანდელი და მე ვთვლი ნამდვილად ძალიან გულწრფელად, რომ დღეს საქართველოს ნამდვილად ჭირდება ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ხელისუფლებაში მოსვლა. რომ ერთის მხრივ, ესე ვთქვათ, სრული იგნორირება არ მოხდეს რუსეთის და ესე ვთქვათ, როგორც კომუნიზმში შესვლას გვპირდებოდნენ, ისე ესე ვთქვათ, ნატოს დაპირებებით წინსიარული გაურკვეველი ვითარებაში და გაურკვეველი მიმართულებით, მეორეს მხრივ არ მოხდეს სრული ჩაბარება, ესე ვთქვათ, ქართული ინტერესების თქვათ რუსეთისთვის, არამედ მოხდეს ის, რაც ჭირდება ჩემს ქვეყანას. მე ამის გაკეთება შემიძლია. ეს არის რთული, ეს არ მოხდება ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე წელს ყველა პრობლემის მოგვარება, ეხლა მე არასოდეს ტყუილი ხალხისთვის არ მითხოვს, მაგრამ გარღვევები ნამდვილად ამ მიმართულებით შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში მე შევძლებ იმას, რომ ასე ვთქვათ, საფუძველი ამ გარღვევებისთვის მომზადებული იყოს. შეგიძლიათ დავუსახელოთ ქვეყანა, თუნდაც დაახლოებით ვინც აკმაყოფილებს აი ამ კრიტერიუმს, თქვათ, ვის შეიძლება მიიბაძოთ, ვის ზეაგოს სწორება, ან აი თქვენ რომ ბრძანეთ, გქონდეს ნორმალური დამოკიდებულება დასავლეთთან, მაგრამ რუსეთთან ვისაუბროთ, აი ისე რა და ეგ რო გაგეგრძელებიან ეს წინადადება, როგორც ამას აკეთებს ვინ? ძალიან ბევრი სახელმწიფო, თუნდაც იგივე ფინეთი, რომელიც არის რუსეთის, ესე ვთქვათ, მეზობელი სახელმწიფო, რომელიც არის ევროპის განუყოფელი ნაწილი,
მაგრამ რომელსაც აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მათ შორის დღესაც მაგრამ ფინეთის მაგალითი ფინეთები დაასხდნენ ზუსტად 80 წლის წინ ჰქონდათ მათ ანალოგიური პრობლემა 85 წლის წინ დაასხდნენ და გადაწყვეტეს რომ მივცათ ის ტერიტორია ჯანდაბას მაგათი თავი და დანარჩენ ტერიტორიაზე ჩვენ ვიყოთ კარგად. ეს 80 წლის წინ გეთანხმებით ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ამ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები და ამას არავინ არ აკრიტიკებს. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ თავდაცვის დღევანდელი მინისტრის განცხადება ნებისმიერ ქვეყანაში იქნებოდა იმპიჩმენტის საფუძველი. როცა მინისტრი რომლის კონსტიტუციური მოვალეობაც არის მით უმეტეს თავდაცვის მინისტრის ქვეყნის მთლიანობის უზრუნველყოფა და მთლიანობაზე ზრუნვა, როცა ეს მინისტრი აცხადებს BBC-ს ეთერში რომ ის მზად არის რომ ნახევარი საქართველოს შევიდეს ნატოში და ნახევარი საქართველო იყოს ჯერჯერობით ოკუპირებული და მერე ვნახოთ რა იქნება, ეს არის პირდაპირ ესე ვთქვათ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება. მე კიდე ყველგან და ყოველთვის ვამბობ და არა მარტო ვამბობ, ეს არის ჩემი მრწამსი. მე საქართველოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე ვერ ვხედავ, არც მინდა რომ დავინახო და ყველა ჩემი მოქმედება და ეს მე სხვათა შორის ღია ეთერში ვთქვი, არა მარტო შეხვედრების დროს ვთქვი რუსეთში, არამედ პირდაპირ ეთერში ვთქვი რუსეთში არაერთგზის, რომ ჩემი ამოცანა იქნება ნომერ პირველი და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება კი არ არის ჩემი მიზანი. ჩემი მიზანია ქვეყნის გამთლიანება და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ჩემთვის არის საშუალება ქვეყნის გაერთიანების, იმიტომ რომ სხვა გზას მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ. ხო, მოვისმენ იმ კაცს არ მახსოვს რა გვარია და სახე გადაებრიცა იმას ხოთი შორის. სულაც არის ეს სიამოვნება. მე არ ჩავდივარ რუსეთში იმისთვის, რომ მათ ველაპარაკო და ვუთხრა ის, რაც მათ ეს სიამოვნებად. მე ჩავდივარ იმისთვის და მე სწორედ ამიტომ აფასებენ, შემიძლია გითხრათ, რომ მე მათ ვეუბნები იმას, რისიც მე მჯერა და აქედან გამომდინარე მათ აქვს სწორედ იმიტომ არაფერი მეორედ აღარ მიგიწევთ ეგ კაცი და ნახავთ. არა, არ მქონია ეგეთი პრეცედენტი სხვათა შორის. ხო, რა ვიცი. ქალბატონო, ამ ყველაფრის შეხვედრის პრობლემა არ მქონია, მეორე შეხვედრის, როდესაც მე პირველ შეხვედრაზე ვუთხარი მას თუნდაც ეს თემები აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით. მას არ უთქვამს რომ მე აღარ შევხვდები. მე პირიქით მე ვიცი რომ ზუსტად დაფასდა ის რომ მე პირველ შეხვედრაზეც ვილაპარაკე ის, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი და ვილაპარაკე მათ შორის იმ წითელ ხაზებზეც, რომელიც არის მნიშვნელოვანი. ამ ყველაფრის განხორციელების გზებზე რო ვისაუბროთ, ანუ საქართველოში ჩამოვიდა და უფრო კონკრეტულ ამბებზე მე გულისხმობ მომავალ არჩევნებს ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე. ხელისუფლებამ, როგორც თქვენ ბრიფინგზე განაცხადეთ, არა მხოლოდ დაპირებები არ შეასრულა, არამედ რაც აუცილებელი იყო დაპირებების გარეშე, ისიც არ გააკეთა და ამიტომ პასუხი უნდა მოეთხოვოს და ამ შემდეგ. მოკლედ, უკვე გამოიკვეთა ის, რომ ნაციონალური მოძრაობა თავის მხრივ და სხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, და სხვა მხრიდან, მაგრამ თქვენც შეიძლება ითქვას რადიკალური ოპოზიცია იქნებით არჩევნებზე ხელისუფლებისა. რადიკალური ოპოზიცია ხას უსვამ ამას მე და იმ შემთხვევაში თუ კი თქვენი საარჩევნო პროგრამის, თქვენი საარჩევნო პერსპექტივების მთავარი კოზირი მით უმეტეს ხალხის განწყობებიდან, ჩემთვის სამწუხარო განწყობებიდან არ მალავ გამომდინარე, სწორედ რუსეთისადმი დამოკიდებულება და პერსპექტივა და დაპირება იმისა, რომ რუსეთთან მე დავალაგებ, იქნება ალბათ თქვენი მთავარი კოზირი. მე დარწმუნებული ვარ და ვიცი და მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებაც აპირებს რაღაც ნაბიჯების გადადგმას და სწორედ იმ განწყობებიდან გამომდინარე, რომლის შესწავლაც სხვათა შორის ხდება, ფულსაც იხდიან, მიხვდნენ, რომ ეს საჭირო საქმეა და რაღაცებს ახლა ხარჯავენ. აი ის გულისმომკვლელი ვიდეოები, რომელიც სავსეა სოციალური ქსელები კახეთიდან, აი შემოვღობავთ ახლა და უშევთ ის შაგვინახოს რაღაცა რომ ამბობდა და მეორეს რაღაც გორში რაღაც საშინელებას რომ ამბობდა და მესამე რაღაც და აი ამ განწყობების საპასუხოდ ხელისუფლებისთვისაც ხელისუფლებაც ალბათ ერთ-ერთ თავის კოზირად სწორედ რუსეთთან ურთიერთობების დაალაგებას წარმოაჩენს მომავალ არჩევნებში. არ ვიცი ვწდები თუ არა, ვიცი რომ არ ვწდები, მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მოდი ავიღოთ აი ამ საუბარში აპრიორი რომ ეს ასე იქნება. თქვენ როგორც რადიკალური ოპოზიცია ამ შემთხვევაში, რას დაუპირისპირებთ? იმათ, რომელსაც აი თქვენ შეხვედრებს, თქვენ დამოკიდებულება, თქვენ ურთიერთობებს წარმოაჩენთ არგუმენტად, მათაც დამერწმუნეთ. ან უნდა მერწმუნეთ, მაგრამ ავიღოთ აი ამ კამაჩი როგორც თქვი, პირობად რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ისინი ამ მიმართულებით რაღაცას მოახერხებენ. ერთი ეს და აი აქ ხوار დაგჭირდებათ იმ პარტიების დახმარება და ორგანიზაციებისა, რომელთაც
არ ვიცი ხა მე თქვენ ეკონომიკურ პროგრამაზე სიმართლე გითხრათ ძალიან ესეთი ზუსტი წარმოდგენა არ მაქვს შეიძლება არც არის უკვე ფორმირებული მაგრამ ალბათ რაღაცას არგუმენტირებულს და დამაჯერებას ალბათ დადებთ იმიტომ რომ არ გაკლიათ სპეციალისტები ამ საქმესა მაგრამ აი ამ თავარ თემაში ხო არ დაგჭირდებათ იმ პარტიებისა და იმ ორგანიზაციების ხარდაჭერა ორგანიზაციულად ასე ვთქვათ შესრულება ან რაღაც კოალიციის შექმნა რომლებიც რუსეთთან დამოკიდებულებაში ანალოგიურ აზრებს გამოთქვამენ. იცით რა კოალიციაზე საუბარი ამ წუთში ჩემთვის ნამდვილად ასე ვთქვათ დავარქვათ ესე რბილად ნაადრევია. მე ნამდვილად არ ვფიქრობ ამ წუთში რაიმე ტიპის კოალიციით გასვლას არჩევნებზე, იმიტომ რომ ვთვლი რომ ჩვენ ნამდვილად თვითკმარი ძალა ვართ იმისათვის რომ არჩევნებში დავდოთ შედეგი. 1% იმისი, 2 იმისი. ვერ გეტყვით ახლა იცით რა ყოველთვის გაერთიანება ყოველთვის არ ნიშნავს იმას რომ ყველას პროცენტები ერთმანეთს დაემატება. ხანდახან შეიძლება იცით თქვენ ეს ტექნოლოგიები გაერთიანებამ პირიქით დაგაკარგინოს შენც და მასაც ვინ შენ გაერთიანდება. ამიტომ მოდით ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა ისინი შეეცდებიან რომ თქვათ ეს ნიშა აიღონ, ან შეეცდებიან რომ ესე ვთქვათ ცოტა წაეხმარონ თუ ამის თავი ეკნათ იმათვისაც შეუძლია რომ ბურჯანაძეს ხმები წაართვას, იმიტომ რომ ეხა ბურჯანაძე მათთვის ნამდვილად ხიფაც წარმოადგენს. თუმცა მე მგონი მოსახლეობამ საკმაოდ ბევრი მწარე გაკვეთილი მიიღოს იმისათვის, რომ დასკვნა გამოიტანოს არა იქედან ვინ უფრო გულზე მჯიხს იცემს, ვინ უფრო ხმამაღლა ყვირის, ვინ უფრო ესე ვთქვათ პირდება რამეს, არამედ ვის შეუძლია კონკრეტულად ამა თუ იმ დანაპირების შესრულება. თუ მოსახლეობა დაუსვამს თავის თავს კითხვას, ხო? იმის და მიუხედავად, რომ შეიძლება ვიღაცა უფრო მოგწონდეს, ან ვიღაცა უფრო ესე ვთქვათ გულს გქავებდეს თავისი მკვეთრი განცხადებებით. თუ მოსახლეობა უბრალოდ მიცემის დროს თავის თავს დაუსვამს კითხვას, რომ კი ბატონო, ქართული ოცნებაც მეუბნება, ბურჯანაძეც მეუბნება და კიდე დავუშვათ არ დავასახელებ რა არავის ვთქვათ. კიდე სხვაებიც მეუბნებიან რომ ამას გააკეთებენ, მაგრამ ვის შეუძლია ამის გაკეთება? ბურჯანაძე შეუძლია ამის გაკეთება, თუ დავუშვათ ქართულ ოცნებას შეუძლია, თუ ვთქვათ პატრიოტთა ალიანსს შეუძლია, თუ ვთქვათ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია. ძალიან მარტივია ამ კითხვაზე, ესე ვთქვათ, ანალიტიკური პასუხი